გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გულს არ შეუძლია მოამარაგოს ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლით. მას ზოგჯერ გულის შეგუბებით უკმარისობასაც უწოდებენ. გულის უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირად ის გვხვდება ხანდაზმულ ადამიანებში. გრძელვადიანი მდგომარეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო გაუარესდეს. როგორც წესი, მისი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების ადეკვატური კონტროლი. როგორ ხდება გულის უკმარისობის დიაგნოსტირება და მართვა ნიუ ჰოსპიტალში ვისაუბრებს ჩვენ სტუმართან ერთად ნინო შატბერაშვილი, კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი არის ჩვენთან ერთად. მადლობა რომ მოხდით. ნაწილობრივ ჩვენ თემას შევეხეთ, მაგრამ თქვენ უკეთ აგვიხსნით რას ნიშნავს და რას მოიცავს გულის უკმარისობა. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით მაყურებელს. გულის უკმარისობა ეს არის გულის კუმშვადი ფუნქციის მოშლა, რომელიც არასდროს არ არის პირველადი დიაგნოზი. ის ძირითადად ასე ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის კლინიკური სინდრომი, რომელიც ყოველთვის დაკავშირებული არის სხვა პათოლოგიებთან, ანუ სხვა კარდიოლოგიური მიზეზების მეორად დიაგნოზად შეიძლება გართულებად შეიძლება ჩავთვალოთ და ის ვლინდება ისეთი კარდინალური სიმპტომებით და ნიშნებით, როგორიც არის ადვილად დაღლა, ქოშინი, ქვემო კიდურების შეშუპება შეიძლება გქონდეს და როგორც წესი, თავდაპირველად ის იწყება სუბუქ და ზომიერ ფიზიკურ დატვირთვაზე, დროთა განმავლობაში შესაძლებელია პროგრესირდეს და გამოვლინდეს უკვე მოსვენებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როდესაც მოსვენებულ მდგომარეობაში ვლინდება, ეს უკვე მძიმე სტადიაზე მიუთითებს და ასეთ პაციენტებს ხშირად ჰოსპიტალიზაცია ჭირდებათ. მათ უჭირთ ჰორიზონტალური მდებარეობის მიღება, ღამით აქვთ ორთოპნოე, ანუ აღვიძებთ ჰაერის უკმარისობა, ეს ჩივილები უკვე რა თქმა უნდა შორსწასულ მდგომარეობაზე. ეს სიმპტომატიკა ნინო რაც ჩამოთვალეთ, კონკრეტულად გულის უკმარისობისთვის არის დამახასიათებელი თუ დამახასიათებელია სხვა პათოლოგიებისთვის და აქ რა შეიძლება დაეხმაროს პაციენტს, რომ გამიჯნოს, თქვათ, რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ, თქვათ, დიფერენციალური დიაგნოსტიკა რა თქმა უნდა გატარდეს სხვა დაავადებებთან, იმიტომ რომ შესაძლებელია თუნდაც ფილტვის პათოლოგიებით იყოს განპირობებული, ანუ სხვა მიზეზი იდგას ამ ჩივილების უკან, მაგრამ რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, სხვა თანხლები პრობლემები, კარდიული სხვა პრობლემები, რომელიც პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ უნდა გამოირიცხოს. კი, რა შემთხვევაში ვითარდება ნაწილობრივ ამას შეხეთ, მაგრამ რისკ ჯგუფები თუ შეგვიძლია გამოვყოთ, ვინ შეიძლება იყოს განსაკუთრებით რისკ ჯგუფის. ძირითადად ჩვენ ვიცით, რომ გულის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები ჩვენთვის ცნობილია. დაახლოებით 80-90%-ში მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად არის ხოლმე გულის ათეროსკლეროზული დაავადება, ანუ გულის კვებავის სიზარღვების შევიწროება, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ მიოკარდიუმის ინფარქტამდე. ასევე ხშირად მისი მიზეზი ხდება ხოლმე გულის სარქლოვანი დაავადება. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი მანკები, ასევე არითმოგენულია ხშირად, ანუ არითმიები იწვევს თვითონ გულის უკმარისობას, განსაკუთრებით თუ ეს არითმიები არის მდგრადი და ეს შეიძლება იყოს თქვათ მდგრადი წინაგულთა ფიბრილაცია, წინაგულთა თრთოლვა, ასევე პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმია, რომელსაც მივყავართ გულის ასინქრონულ მუშაობასთან და საბოლოოდ ართულებს გულის უკმარისობას. ეხლა მე გეტყვის როგორ გვესმის პაციენტებს, ეხლა თქვენაც ილაპარაკეთ ყველაფერი. მე ეხლა რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველაფერი ერთი და იგივე მეგონა. არითმია, რაღაცა სუნთქვის გართულება, გულის აჩქარება, ეს უკვე სიზღძარღვების შევიწროება და ასე შემდეგ. თითქოს მაინც პაციენტებისთვის რა თქმა უნდა ხომრობით, მაგრამ დილეტანტურად რაღაცა გულზე რაღაც მჭირს, ესე ვამბობთ ხოლმე. როგორ მივხვდეთ შეუიარაღებელი თვალი კვლევამდე რასთან გვაქვს შეხება, იმიტომ რომ არითმია, რაღაცა პანიკური შეტევები თანამედროვეში ხო არის ეს გულის აჩქარებასთან დაკავშირებული ნერვიულობა. აქვს აი ამ გულის უკმარისობას, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, რაღაცა დამახასიათებელი სიმპტომატიკა, რაც შეიძლება ჩვენთვის განგაში სიგნალი. და ალბათ ჯობს ჩვენით არ მივხვდეთ. ხო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წავიდეთ სპეციალისტთან, მაგრამ აი რამე მახასიათებელი თუ აქვს გულის აი უკმარისობა. რაც აღვნიშნე რა, ეს ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, თქვათ შეშუპება ქვემო კიდურების, ანუ ამ ჩივილებით იწყება როგორც წესი, თუმცა შეიძლება ერთჯერადი იყოს? ერთჯერადი იყოს კი და როგორც წესი, თუ არ არის რა თქმა უნდა კარდიოლოგიური მიზეზით განპირობებული, როგორც წესი მალე გადის, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ეს პროგრესირებს და დინამიკაში ვაკვირდებით და უარესდება კლინიკა და სიმპტომები, რა თქმა უნდა ეს უკვე განგაში ზარია და აუცილებლად უნდა მიმართოთ დროულად ექიმს, რომ პირველ რიგში გამოვავლინოთ ის დაავადებები, რომელმაც შეიძლება მოგვიყვანოს გულის უკმარისობა. დიაგნოსტიკას რო შევეხოთ, რას მოიცავს, რა პროცესია ეს და რა არის გასათვალისწინებელი? დიაგნოსტიკის ოქრო სტანდარტად ითვლება გულის ულტრასონოგრაფია, რომელიც აკვირდება გულის კუნთის მუშაობას, გულის კამერების რემოდელირებას, ასევე გულის ულტრასონოგრაფია გვეხმარება, რომ სარქლოვანი სისტემის პრობლემა აღმოვაჩინოთ და სიმძიმე განსაზღვროთ, რამდენად მძიმე
მძიმეა და ასევე ვთქვათ მნიშვნელოვანი კვლევები შეიძლება ჩატარდეს როგორც არის ელექტროკარდიოგრაფია, ჰოლტერ მონიტორინგი, რომელიც გულის ელექტრულ სისტემას აკვირდება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე არითმოგენული შეიძლება იყოს, არითმია შეიძლება იყოს გულის უკმარისობის მიზეზი, ასევე გულის კვებავის სიზარღვების დათვალიერება, ანგიოგრაფიული კვლევა, რომელიც ასევე გვეხმარება დიაგნოზის დასმაში, ასევე ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორც არის გულის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ჩვენს კლინიკაში ძალიან წარმატებულად კეთდება. ამ აღნიშნულ კვლევას შეუძლია რომ გამოავლინოს გაცილებით მეტი სიზუსტით გულის კუნთის პრობლემა, სარქლოვანი სისტემის სიმძიმე და ასევე სხვადასხვა ტიპის კარდიომიოპათიები, რომელიც შესაძლებელია, რომელიც როგორც წესი იწვევს ძალიან მძიმე შედეგს და მძიმე რემოდელირებას. აი ზუსტად ამაზე გკითხავთ ამ კვლევებზე და ტექნოლოგიებზე დღეს რას თავაზობს ნიუ ჰოსპიტალსი და ამ მიმართულებით რამდენად წინ მიდის მსოფლიო, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგია რამდენად კარგ სურათს გვაძლევს იმისთვის, რომ პრობლემა დაინახოს ექიმს. რა თქმა უნდა, ნიუ ჰოსპიტალსის თავაზობს ყველა მაღალ ტექნოლოგიურ კვლევას იმისათვის, რომ პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მკურნალობის მთავარი სტრატეგია არის, რომ დროულად მოხდეს მიზეზის პოვნა. რატომ იწყება, რატომ მივედით გულის უკმარისობამდე? შესაბამისად, ნიუ ჰოსპიტალში გვაქვს ყველა აღნიშნული კვლევა, რომელიც ვახსენე იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ, თქვათ, როგორ უმკურნალოთ პაციენტს, ჭირდება ინტერვენციული ჩარევა, ქირურგიული მკურნალობა, თუ ეს იქნება სწორი მედიკამენტური თერაპიის შერჩევა, რეალურად ამის აბსოლუტურად ყველანაირი საშუალება აქვს ჩვენს კლინიკას. კი ბატონო, ასაკზე გკითხავთ, თუ აქვს ამ დაავადებას ასაკი, ადრეულ ასაკში რამდენად ვითარდება და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი არის, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა შესაძლებლობას იძლევა ადრეული დიაგნოსტიკა? დიახ. ასაკთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ დაახლოებით 4-5 ჯერ უფრო მაღალია რისკი პაციენტებში, ვინც არიან 70 წელს ზევით, მათ უფრო გაცილებით მაღალი რისკი აქვთ გულსიზრდეთა დაავადების და შესაბამისად გულის უკმარისობის და კითხვის შემდეგი კითხვა და ადრეული დიაგნოსტიკას რატო არის მნიშვნელოვანი? ადრეული დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, ასევე გულის უკმარისობის შემთხვევაში, ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ პირველივე 4 სტადია გვაქვს ზოგადად გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით ვაფასებთ ამას. რა თქმა უნდა, საწყის სტადიაში მიგნება ყოველთვის კარგ შედეგს გვაძლევს, იმიტომ რომ პირველივე საფეხურზე ვაგნებთ დიაგნოზს, რომელმაც მიგვიყვანა გულის უკმარისობამდე და რა თქმა უნდა, ეს საწინდარია იმის, რომ აღარ განიცდის პროგრესირებას. აი, მაგ ნათქვამს მოვიჭიდე მე თავიდან და ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინე თქვენი საუბრიდან, რომ ესე იგი ესე ცალკეულად განცალკევულად ყოფილი დაავადება არ არის, ხო როგორც არასოდეს. ესე იგი ის რაღაცამ გამოიწვია. თქვენ დიაგნოსტიკისას სწორად ხვდები, ანუ პირველ რიგში იწყებთ ამ მიზეზის ძიებას, რამ გამოიწვია? პირველი სტრატეგია რაც არის, ეს არის რომ უნდა განსაზღვროთ რატომ მივედით ამ დიაგნოზამდე და ვუმკურნალოთ სწორედ ამ დიაგნოზს აღმოვაჩინოთ უმკურნალოთ, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ესე ვთქვათ სტატისტიკა რას გაჩვენებს? ძირითადად რა არის ხოლმე ჩვენს ქვეყანაში გამომწვევი დაავადება და ვემთხვევით თუ არა მსოფლიო სტატისტიკას? ძირითადად ვემთხვევით მსოფლიო სტატისტიკას, განსაკუთრებით საქართველოში ძალიან მაღალი არის რისკი გულსიზრდეთა, ანუ კვებავი სიზარღვების, ანუ ათეროსკლეროზული დაავადება არის პირველი და ყველაზე ხშირი გამომწვევი. რომლის გამომწვევი ძირითადად არის ალბათ კვება, გენეტიკური განწყობა, თამბაქოს ჭარბი მოხმარება, ძალიან არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში. რაც შეეხება მკურნალობას, ეს უფრო მართვა და დაავადებასთან ერთად ცხოვრება თუ შესაძლებელი არის და რა ეტაპზეა შესაძლებელი რომ დაიძლიოს თქვა ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ვიწყებთ, როგორც აღნიშნე, ძირითადი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებას, მედიკამენტური თერაპია და ზოგადად პაციენტის დამყოლობა. ის რომ პაციენტმა დაგვიჯეროს, ის რომ ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ ამაზე, რომ პაციენტს გავაგებინოთ მოსალოდნელი რისკები, ვთქვათ, ავუხსნათ მედიკამენტური და ზოგადად მკურნალობის საჭიროება და რა თქმა უნდა, ეს გვეხმარება იმაში, რომ უფრო სწორად ვმართოთ,
არ მოხდეს მათი ხშირი ჰოსპიტალიზაცია, არ მოხდეს გულის უკმარისობის გამწვავება, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მწვავდება გულის უკმარისობა და პაციენტებს რა თქმა უნდა ამას დეტალურად ვუხსნით, რამ შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება. ერთსაც ვიკითხავ, თქვენ ახსენეთ სარქველები, გულის სარქველები და თანდაყოლილი მანკი. ეს თანდაყოლილი მანკი და უშუალოდ შეიძლება პატარა ასაკში გახდეს გულის უკმარისობის გამომწვევი მიზეზი? კი, შესაძლებელია ჩვენ გვაქვს. ანუ ამას ფაქტობრივად ასაკი არ აქვს, ეგრე გამოდის ესე. თუ ეს არის თანდაყოლილი მანკი, რა თქმა უნდა, ბავშვებშიც გვხვდება გულის უკმარისობა, რომელიც გამოწვეული არის სწორედ ამ თანდაყოლილი მანკის შედეგად. ნინო, თქვენ შეეხეთ პაციენტებს შინდობის მოპოვებას და სწორად აღქმას მათგან მკურნალობის სწორ მიმართულებებზე და გამწვავების მიზეზიც ეს ხდება ხოლმე არასწორი მკურნალობა და რა არის ძირითადად დღეს შესაძლებელი ჩვენს ჩვევებში იმისთვის რომ არ მივიდეთ გულის პრობლემებთან. სამწუხაროდ პრაქტიკაში რასაც ხვდებით ეს არის რომ ხშირად თვითნებით წყვეტენ მედიკამენტურ თერაპიას, თქვათ ის საკითხები როგორიც არის ნებისმიერი ინფექციური დაავადება, ეს არის დიეტის მკვეთრი დარღვევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება, რომელიც განსაკუთრებით ესეთ გვიან სტადიაზე ამწვავებს ხოლმე გულის უკმარისობას, ასევე სხვადასხვა ტიპის თქვათ არითმიების განვითარება, უმართავი და არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, რომელიც ხდება ხოლმე ასევე გულის გამწვავების მიზეზი. ამიტომ ამ საკითხებს რა თქმა უნდა დეტალურად ვუხსნით, რომ ეს ყველაფერი იყოს სწორად ნამართი, არ შეწყდეს მედიკამენტური თერაპია, რომ არ კონდეს ხშირი ჰოსპიტალიზაცია პაციენტს და არ კონდეს გულის უკმარისობის გამწვავება. კი და ალბათ რეკომენდაციებიც უნდა დავასრულოთ. ყველა ეს პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა არასწორად ცხოვრობს და ახალგაზრდობის ასაკში ძირითადად ამაზე არ ვფიქრობთ ხოლმე და პრობლემები მე ასაკთან ერთად იჩენს თავს. რა არის ეს რეკომენდაცია თქვენ? რეკომენდაცია არა მარტო ეს სხვა პრობლემებიც რომ თავიდან ავიცილოთ რა თქმა უნდა, ნებისმიერი კარდიოვასკულური დაავადების შემცირებაში დიდი როლი აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს. სულ ამას ვიმეორებთ, რომ თქვათ ყვება, ჯანსაღი ყვების წესი, თქვათ ალკოჰოლის შეზღუდვა, თამბაქოს შეწყვეტა და დროული მიმართვიანობა ექიმთან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა თვითკურნალობა, არ უნდა ჩაიტანონ პაციენტებმა, დროულად მიმართონ ექიმს, როგორც აღვნიშნე, საწყის სტადიაშივე მოხდეს დაავადების აღმოჩენა. და დაუჯერონ ექიმის რეკომენდაციებს და გავყვათ იმას, რომ შედეგი იყოს ისეთი, რაც უნდა პაციენტს. თავარი არის ალბათ ეგ რა, მე წინ ხელაპარაკის დროს კი ვიხუმრე ეს დილეტანტიზმზე, თუმცა ამ ხუმრობის ქვეშ ფაქტობრივად ძალიან დიდი ნაღმი დევს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ადამიანები მივენდობით ბედს და უბრალოდ დავაბრალებთ რაღაცა სპაზმს ან ნერვებს, შეიძლება ამის ქვეშ იმალებოდეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები.